როდესაც ობიექტი აწეულია, მას აქვს გრავიტაციული პოტენციური ენერგია. და ესეთი მარტივი ბერკეტის გამოყენებით მისი ენერგია შეიძლება გადაეცეს უფრო პატარა ობიექტს. ეხლა, როდესაც ამ წონას დავაგდებ, ის მიწისკენ აჩქარდება და მისი გრავიტაციული პოტენციური ენერგია გარდაიქმნება კინეტიკურ ენერგიად. როდესაც ის დაეცემა ხის დაფაზე, მისი იმპულსი გადაეცემა პატარა ობიექტს და ის უფრო მაღლა აიწევა ჰაერში. მაგრამ პრობლემა ამ მოწყობილობაში ისაა, რომ ის ძალიან არაეფექტიანია და ჩოგბურთის ბურთი ძალიან მაღლა არ ადის. აქ შემოდის ეს ტრებუშეტი, ეს დაახლოებით 1 წლის წინ ავაწყო და ის ისეა დაპროექტებული და ოპტიმიზებული, რომ ამ საწინააღმდეგო წონის გრავიტაციული პოტენციური ენერგია მაქსიმალურად ეფექტურად გადააქციოს ამ ნასროლი ობიექტის, ჩოგბურთის ბურთის კინეტიკურ ენერგიად. როცა ვუშვებ, ეს ჩოგბურთის ბურთი 0-დან 130 მილამდე საათში ნაკლებ 1 წამში აჩქარდება და დაახლოებით 80 მეტრის მანძილზე მიფრინავს. აბა მოდი რამდენიმე ცვლილება შევიტანოთ და ვნახოთ, რამდენად მაღლა შეგვიძლია ნასროლი ობიექტის პირდაპირ ჰაერში გაშვება. იმის გასაზომად, რამდენად მაღლა ისვრის ტრებუშეტი ობიექტს, ალტიმეტს გამოვიყენეთ. თუმცა არ მინდა ეს ალტიმეტრი უბრალოდ ჩავსვა ჩოგბურთის ბურთში, რამდენიმე სხვადასხვა მიზეზის გამო. პირველი მიზეზი ისაა, რომ ეს ჩოგბურთის ბურთი დიდი ალბათობით საკმაოდ მაღლაა ჰაერში, რაც იმასაც ნიშნავს, რომ სწრაფად ჩამოვარდება და ძლიერად დაეცემა მიწაზე, რამაც შეიძლება ალტიმეტრი გააფუჭოს. ასევე ჩოგბურთის ბურთები არ არიან ძალიან აეროდინამიკური, მათი ბუსუსიანი ზედაპირის გამო. ამიტომ რაც მინდა გავაკეთო, არის სამგანზომილებიანი პრინტერით რაკეტის ფორმის ჭურვის დაბეჭდვა, რომელიც უფრო აეროდინამიკური იქნება ვიდრე ჩოგბურთის ბურთი და ასევე ექნება პარაშუტის გაშვების სისტემა, რათა ალტიმეტრი უსაფრთხოდ და ნაზად დაეშვას. აი პირველი პროტოტიპი. როგორც ხედავთ, ზედა ნაწილი ძალიან აეროდინამიკური არ არის და ეს იმიტომ, რომ ჯერ პარაშუტის გაშვების მექანიზმი არ ჩამიდგამს მასში. ეს რაღაცა მსგავსია სატესტო მოდელისა და მასზე ქაფის ცხვირის კონუსი დაომაგრე, რომ როცა უკან ჩამოვა, იმედი მაქვს არც თავის თავს დააზიანებს და არც მის გარშემო რამეს მიწაზე. ამ მოდელის აშენების მიზეზი ისაა, რომ გავტესტო ფრენის გაშვების ეტაპი. ასე რომ სამგანზომილებიანი პრინტერით დაბეჭდილი ჭურვი ტრებუშეტში მაქვს მოთავსებული და ძაფი გათავისუფლების პინზე მაქვს შემოხეული. ხო და ვიმედოვნებ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის თარლის და მგონია ცოტა უკან უნდა დავიხიოთ და სწრაფი სატესტო გაშვება მოვაწყოთ. კარგი, 3-დან 2-დან 1. კარგი, ეს იყო წარმატებული გამოშვება. ისე მაღლა არ ავიდა, როგორც ვიმედოვნებდი. კარგი, მოდი კიდევ ერთხელ ვცადოთ 3-ზე. 2, 1. ეს კარგი არის. კი, ასე რომ, წინა გაშვებას ზუსტად იგივე კონფიგურაცია ჰქონდა პინის გათავისუფლებისა და სლინგის დამაგრების თვალსაზრისით. თუმცა წინ წასვლის ნაცვლად უკან წავიდა და ჩემი მეზობლის ბაღში აღმოჩნდა. მგონი სერიოზულად უნდა გადავხედოთ ამის დიზაინს. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში გადავწყვიტე კიდევ რამდენჯერმე მეცადა სხვადასხვა მიმაგრების მეთოდებით, მაგრამ მაინც მიჭირდა მისი საიმედოდ გაშვება. მაშინაც კი როცა ტრემუშეტის სწორ მიმართულებაში ისროდა, ძალიან რთული იყო ჭურვის პირდაპირ შემხოდრი ჰაერისკენ მიმართვა. ეს იწვევს დიდ წინააღმდეგობას და შესაბამისად მთლიანად აზრს უკარგავს მის დანიშნულებას. სინამდვილეში გასროლის სიჩქარე ძლივს აჭარბებდა 30 მეტრს წამში. მაშინ როცა ჩოგბურთის ბურთი დაახლოებით 50 მეტრს წამში ტოვებს ტრემუშეტს და მის ბრუნვას დიდი გავლენა არ აქვს. ასე რომ დროა გადავიდეთ გეგმა B-ზე. გეგმა B არის ის, რომ უარი ვთქვათ ამ რაკეტის ფორმის ჭურვზე და დავბრუნდეთ ბურთის ფორმის ჭურვზე, როგორიცაა ჩოგბურთის ბურთი. თუმცა რა შეიძლება იყოს უფრო აეროდინამიკური ვიდრე ჩოგბურთის ბურთი? გოლფის ბურთი. გოლფის ბურთები ცნობილია მათი ჩაღრმავებული აეროდინამიკური თვისებებით. თუმცა ძალიან რთული იქნება ამ ალტიმეტრის და მისი ბატარეის, ასევე პარაშუტის გაშლის სისტემის გოლფის ბურთში მოთავსება. ამიტომ რაც გავაკეთე არის ის, რომ სამგანზომილებიანი პრინტერით დავბეჭდე. გადიდებული გოლფის ბურთი. ეს დაახლოებით 187%-ის მასშტაბისაა, ასე რომ თითქმის 2-ჯერ დიდია დიამეტრით ვიდრე ჩვეულებრივი გოლფის ბურთი. და მე მარტივად უნდა შევძლო ყველა ელექტრონიკისა და პარაშუტის სისტემის შიგნით მოთავსება. ეხლა ამ ბურთს ამ ეტაპზე არაფერი განსაკუთრებული არ აქვს, უბრალოდ მაკეტია, ასე რომ რამდენიმე სატესტო გაშვებას ჩავებას ჩავატარ
ასევე მისთვის უფრო დიდი გასაშვების საბელი გავაკეთე, რადგან ძველი საბელი ამ ბურთს არ მოერგებოდა. ის ტენისის ბურთის ზომისთვის იყო განკუთვნილი. მოდი დავტვირთოთ ეს ტრებუშეტზე და ვნახოთ რამდენად მაღლა ავა ეს ნივთი. კარგი, პირველი ტესტი გადიდებული სამგანზომილებიანი პრინტერით დაბეჭდილი გოლფის ბურთის. 3, 2, 1. ვაუ, ეს ძალიან მაღლა ავიდა. ის ძალიან მაღლა ავიდა. კარგი, მოდი კიდევ ერთხელ წადოთ. 3-ზე. 2, 1. ვა! ეს არასდროს მომბეზრდება. ამ ახალ ბურთმა საოცრად კარგად იმუშავა და ძალიან მაღლა ადის აერში. ძალიან კმაყოფილი ვარ მისი მუშაობით და რაც თავია სლინგიდან საიმედოდ გამოდის. ეხლა რაც შეეხება გამოშვების სიჩქარეს, ეს ბურთი ოდნავ ნელა გამოდის ვიდრე ჩოგბურთის ბურთი. მგონია რომ ჩოგბურთის ბურთი ამ ბურთის წონის ან მასის დაახლოებით 2/3-ია. მაგრამ თავარი კითხვა ისაა, სინამდვილეში რამდენად მაღლა ადის ეს ბურთი? ეხლა, ეს არის ბურთი, რომელიც პასოს გაგცემს, ან სულ მცირე, ბურთის სხვადასხვა ნაწილი მაინც. ეხლა, ელექტრონიკის თვალსაზრისით აშკარად არის ალტიმეტრი, ასევე არის ბატარეა, რომელიც ყველაფერს ამუშავებს და შემდეგ არის ელექტრონიკა, რომელიც პარაშუტის გაშლას აკონტროლებს. ჩემს ბევრ პროექტში მე მათ რადიომართვად ვაკეთებ, რათა რადიომართვადი გადამცემის ღილაკზე დაჭერით პარაშუტი გაიშალოს. მაგრამ ამ შემთხვევაში მინდოდა რომ ყველაფერი სრულად ავტომატური ყოფილიყო. ამიტომ აქ შიგნით არის აქსელერომეტრი, რომელიც ძირითადად დაადგენს, როდის ისვრის ტრებუშეტი ბურთს. როდესაც ის დააფიქსირებს 2G-ზე მეტ აჩქარებას, Arduino დაიწყებს 4 წამიან ტაიმერს. 4 წამის გასვლის შემდეგ ეს სერვო იმოძრავებს, გამოიყვანს ამ პინს და პარაშუტსაც გააშლის. მოდი სწრაფად ავაწყოთ ეს ბურთი და ვნახოთ, შეძლებს თუ არა პარაშუტი გაშლას. ეს რეზინის ზოლი აერთებს ბურთის ორ ნახევარს და არს და ეჭიდება სერვოს პინს. და თუ ამას სწრაფად შევარხევ, 4 წამის შემდეგ ის უნდა გაიხსნას როგორც უცნაური ფერის პოკებოლი. მოკლედ, შეარხია. და შემდეგ. აი ეს. და ეს ხსნის პარაშუტს. ასე რომ ვფიქრობ, ყველაფერი მზად არის ნამდვილი სატესტო გაშვებისთვის. ეხლა პარაშუტიანი ბურთი ტრებუშეტში მაქვს დამაგრებული. ჯერ ალტიმეტრის შიგნით არ ჩამიდია, რადგან მინდა ვნახო პარაშუტს ნამდვილად გააშლის თუ არა წარმატებით. ტრებუშეტის გადავწიერო, იმედია გასროლა მინდორში მოხდება და პარაშუტიანი ბურთი არც ერთ მხარეს არსებულ ხეებში არ ჩავარდება. მოდით ვნახოთ, ეს რამე მართლა იმუშავებს თუ არა. პარაშუტიანი ჭურვი, პირველი ტესტი, 3, 2, 1. მიდი. პირველი ცდა. კარგია. Yes. ეს დაამაგერია. ტესტი ნომერი 2, 3, 2, 1. ეს ძალიან დამაკმაყოფილებელია. ძალიან ნელა ეშვება ქვემოთ, შეიძლება უფრო პატარა პარაშუტი მჭირდება. არ მინდა რომ ქარში ძალიან შორტ წაიღოს. შემდეგ კიდევ რამდენიმე სატესტო გაშვება ჩავატარე, რათა დავრწმუნებულიყავი რომ პარაშუტის გაშლა საიმედოა და ასევე გადავიღე კიდევ რამდენიმე მაღალსიჩქარიანი კადრი. სანამ ერთ-ერთმა გაშვებამ ტრებუშეტის მკლავის კატასტროფული დაზიანება არ გამოიწვია, ასევე პარაშუტი ხეში გაიჭედა. ასე რომ სანამ ახალ მკლავს ვიშოვი და პარაშუტის დაბრუნების გზას მოვიფიქრებ, მოდით უფრო დეტალურად დავაკვირდეთ რა ხდება. როდესაც ტრებუშეტი დატვირთულია, 15 კილოგრამიანი საწინააღმდეგო წონა მისი საბოლოო პოზიციიდან 1,2 მეტრით იწევა.
შეგვიძლია მისი გრავიტაციული პოტენციური ენერგია გამოვთვალოთ მასის, მიზიდულობის აჩქარების და აწეული სიმაღლის გამრავლებითად, რაც ჯამში გვაძლევს შენახულ ენერგიას 170.9.5 ჯოული. მაგრამ მოდი დავამგავოთ 180 ჯოულამდე, რადგან ალბათ ის ღერო, რომელიც წონას მკლავზე ამაგრებს, ცოტათი მეტ მასას ამატებს. აქედან შეგვიძლია გამოვთვალოთ მაქსიმალური სიმაღლე, რომელსაც ბურთი თეორიულად მიაღწევს, თუ ამ ენერგიას გავუთანაბრებთ ბურთის საბოლოო გრავიტაციულ პოტენციურ ენერგიას. თუ ამ განტოლებას ბურთის სიმაღლისთვის გადავაწყობთ, მივიღებთ მაქსიმალურ თეორიულ სიმაღლეს 166.8 მეტრს, ანუ 550 ფუტს. ეხლა ეს სიმაღლე ითვალისწინებს, რომ მთელი სისტემა 100% ეფექტურია და ბურთზე არ მოქმედებს წინააღმდეგობა, რაც აშკარად არარეალურია, მაგრამ ამ მაქსიმალურ მნიშვნელობას შეგვიძლია გამოვიყენოთ სისტემის ეფექტურობის გამოსათვლელად, როცა საბოლოო სიმაღლეს გავიგებთ. და აი ჩემი გენიალური მეთოდი პარაშუტის დაბრუნებისთვის. ან იქნება არც ასეა. გადავიდეთ უშუალოდ გაშვებაზე. ეხლა უკვე ალკა ალტიმეტრი ბურთის შიგნით მაქვს დამაგრებული და ასევე პატარა პარაშუტიც დავამაგრე, ასე რომ იმედია ქარში ძალიან შორს არ წაიღებს. ეხლა საკმაოდ ქარია, სუსტი შემხვედრი ქარია, მაგრამ იმედია პატარა პარაშუტით ძალიან შორს არ წაიღებს. მოდით ნახოთ, სინამდვილეში რამდენად მაღლაა ეს რამე. კარგი, ალტიმეტრის ბურთის ტესტი 3-დან 1-მდე. 3, 2, 1. პარაშუტი გვიან გაიხსნა. თუმცა ტრებუშეთთან უფრო ახლოს ვერ მივიდოდით. მოდი სიმაღლე შევამოწმოთ. ალბათ კამერაზე ეს არ ჩანს, მაგრამ აქ წერია 61 მეტრი, რაც თითქმის ზუსტად 200 ფუტს უდრის. მოდი კიდევ რამდენიმე გაშვება გავაკეთოთ და საშუალო მაქსიმალური სიმაღლე გამოვთვალოთ. ასე რომ ყველა სიმაღლის მონაცემის შეგროვების შემდეგ ბურთმა მიაღწია საშუალო სიმაღლეს 59 მეტრი, ანუ 193.6 ფუტი, რაც დაახლოებით 35%-ია სავარაუდო მაქსიმალური სიმაღლის. ეს ნიშნავს, რომ საწყისი პოტენციური ენერგიის 65% დაიკარგა. ეხლა შეგვიძლია ბურთის გაშვების სიჩქარე გავზომოთ მაღალი სიჩქარის ვიდეო ჩანაწერის გამოყენებით, რაც გვაძლევს სიჩქარეს 41 მეტრი წამში. აქედან შეგვიძლია გამოვთვალოთ ბურთის კინეტიკური ენერგია უშუალოდ გაშვების შემდეგ. და ეს გვიჩვენებს, რომ ენერგიის 59% მხოლოდ გაშვების პროცესში იკარგება, ხოლო დარჩენილი 16% ჰაერის წინააღმდეგობის გამო. ასე რომ ეს გვიჩვენებს, რომ გადიდებული გოლფის ბურთი ან ძალიან აეროდინამიკურია, ან ჩემი ტრებუშეთი ძალიან არაეფექტურია. ორივე შემთხვევაში ძალიან სასიამოვნოა ამ მოწყობილობის გაშვების ყურება. ალტიმეტრის ბურთის ტესტი 3, 2, 1. დიახ, 1. 1. ხო. 1. კარგია. როგორც ჩანს, სახურავი ახტილია. 1. სრულყოფილია. რაც შეეხება ტრებუშეთის დიზაინს, ვერაზოს მოახერხე ფაილების ინტერნეტში ატვირთვა, რადგან Fusion 70 ყოველ ჯერზე იშლებოდა, როცა ვცდილობდი მოდელის ექსპორტს. ამიტომ მთლიანად თავიდან ავაწყე CAD მოდელი და ავტვირთე, რომ თქვენს შეძლოთ საკუთარი ტრებუშეთის აწყობა თუ მინდათ. ფაილების ბული ქვემოთ აღწერაში იქნება მითითებული. აი ესე, მოახერხე. მე შევქმენი მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ტრებუშეთის ჭურვი. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, ან საინტერესო აღმოჩნდა, კარგი იქნებოდა თუ ლაიქს დააჭერთ. თუ ჩემს არხზე ახალი ხართ და გსურთ ნახოთ მსგავსი პროექტები, მაშინ ქვემოთ გამოწერას დააჭირეთ. და უზარმაზარი მადლობა ჩემს ყველა მხარდამჭერს Patreon-ზე. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ამ ვიდეოების შექმნას შესაძლებელს ხდის და გულწრფელად რო ვთქვა, თქვენი მხარდაჭერის გარეშე ასეთ პროექტებს ვერ გავაკეთებდი. მართლაც დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ყურებისთვის და შევხვდებით მომდევნო ვიდეოში. ნახვამდის. არა, გაიშალა.
ეს უკომა წავიდა. ფიქრობ, ეს კარგი იყო. არ ვიცი, რამდენად კარგად ხედავთ ამას, მაგრამ ბურთი ისე გამოიყურება, თითქოს რამდენიმე ნაწილადაა გაყოფილი. კარგი არ არის.